დავიწყოთ გუნდის სიახლეებით. შეგიძლია აღვიხსნა რა პერიოდი გაუცდება პატრიკ დორგუს და არიან თუ არა სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ბრუნდებიან, მაგალითად ჯოშუა ზირგზე ან მატაის დელიხტი? კი, ჯოში ამ კვირაში ვარჯიშს დაუბრუნდა, რაც კარგი ამბავია. ცხადია, ეს მისი პირველი დაბრუნება. ცოტა ხანი იყო გამოკლებული, მაგრამ ეს მისი პირველი სრულფასოვანი ვარჯიშია ჩვენთან მას შემდგომ, რაც აქ მოვედით და ძალიან სასიამოვნოა ჯოშის დაბრუნება. რაც შეეხება პატრიკს, სამწუხაროდ ის გარკვეულ პერიოდს განმავლობაში ვერ ითამაშებს. ჯერ კიდევ მუშაობთ იმის გარკვევაზე, რამდენ ხანს გასტანს ეს პერიოდი. ასე რომ მოგვიწევს დაველოდოთ. გულდასაწყვეტია, რადგან პატრიკს ძალიან კარგი ბოლო რამდენიმე კვირა ჰქონდა. თავიდან არ ვიცოდით, უბრალოდ კუნთის დაჭიმულობა იყო თუ რაღაც უფრო სერიოზული, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო სერიოზულ პრობლემას გავს. ასე რომ საქმე რამდენიმე კვირას ეხება. რამდენ კვირას ზუსტად, ამას დრო გვიჩვენებს. ეს იმედგაცრუებაა ყველასთვის და განსაკუთრებით პატრიკისთვის. ის ძალიან კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფეხბურთის ნაწილია და რაღაცა, რაც უნდა გადავლახოთ და რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ. და დელიხტზე რომ მკითხოთ, ის ისევ გამოკლებულია შემადგენლობას? კი, ჯერ ჩვენთან ერთად არ უვარჯიშია, ასე რომ უბრალოდ მუშაობთ პროცესზე, რომ რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ. მაიკლ, თუ გადავხედოთ ბოლო დაახლოებით 1 წელს იუნაიტედში, ვიცი რომ მთელი ეს პერიოდი აქ არ ყოფილხარ, მაგრამ გუნდს ბევრად აკვირდებოდი. ერთ-ერთი მუდმივი თემა ის იყო, რომ ოლდ ტრაფორდზე თამაშების სტაბილურად მოგება უჭირდათ. იცი რატომ არის ეს? ფიქრობ, საბოლოო ჯამში წარმატების გასაღები სწორედ სტაბილურობაა და ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა მისაღწევად. იყო კარგი მუდმივად. ამას ძალიან ბევრი რამ სჭირდება. სათანადო დონის თამაში, სწორი მენტალიტეტი, ინტენსივობა, კონცენტრაცია და ემოციურად გამკლავების უნარი იმ აღმავლობებსა და ჩავარდნებთან, რაც თითოეულ თამაშს მოაქვს და შემდეგ შესაძლო მომდევნო თამაშზე გადართვა. იმდენი ფაქტორია ჩართული. და იცით, სწორედ ამისთვის მუშაობთ. ბოლო რამდენიმე კვირა შესანიშნავი გქონდა. 2 დიდი შედეგი. წინ კიდევ უფრო დიდი თამაშებია და მთავარი ის არის, რომ გონება და ემოციები სწორ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ, რათა მომდევნო მატჩიც ისევე მზად ვიყოთ, როგორც წინა ორში ვიყავით. გუშინ ლისანდრო მარტინეს ვესაუბრე და ეს ზუსტად ეხება იმას, რაც ახლა ვთქვი. მან თქვა, რომ შენ მის გულში შეეხედა, ამის გამო მზად არის ყველაფერი დაგითმოს. მაინტერესებს, ამ მოკლე პერიოდში რამდენად ბევრს მუშაობდი გულებისა და გონებების მოსაგებად, ტაქტიკური დეტალების მიწოდების პარალელურად? კი, ფეხბურთი გზნობით უნდა ითამაშო, ემოციით უნდა ითამაშო, ენთუზიაზმით უნდა ითამაშო. ასე რომ, ეს მხარე ნამდვილად არსებობს და ამაზე ვსაუბრობთ კიდეც. ტაქტიკური და ტექნიკური ნაწილი ერთი რამაა. მაგრამ ის საკითხები, რაც ახლახან ვახსენე, სულ სხვა რამეა. ბიჭები ამ ყველაფერში ჩვენთან იყვნენ, ვარჯიშებზე, თამაშებში, შეხვედრებზე, ყველგან. ყველაფერში, რასაც მათგან ვითხოვდით. ლიჩამ ეს განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა ყოველდღიურ მუშაობაში და რა თქმა უნდა, თამაშებშიც. თუმცა კარგად გვესმის, რა დაგვიჯდა ის 2 კვირა, რაც ჰქონდა. 2 კვირა, კარგია, მაგრამ მაინც მხოლოდ 2 კვირა. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს უფრო დიდი ხნით. ასე რომ თამაშის პატივისცემა, გამარჯვებისთვის საჭირო შრომის პატივისცემა და იმის გაცნობიერება, რამდენად რთულია მოგება და რამდენად კარგი გუნდია ფულემი, ეს ყველაფერი მუდმივად ჩვენს გონებაშია. კიდევ ერთხელ პატრიკს რომ დაუბრუნდეთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შესაძლოა 10 კვირა ვერ ითამაშოს. ვიცით, რომ ის მრავალხრივი ფეხბურთელია. საკმარისი სიღრმე გააქვთ შემადგენლობაში ამის გადასატანად? კი, რასაკვირველია. ეს იდეალური სიტუაცია არ არის, ნამდვილად არ არის. არ გვინდა კარგი ფეხბურთელების დაკარგვა, მაგრამ ეს გუნდის არსებობის ნაწილია. გვყავდეს ისეთი შემადგენლობა, რომელიც ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდება. ყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. სამწუხაროდ, ასეთია ფეხბურთის ბუნება. ბუნებრივია, ბევრს აინტერესებს, გეგმავ თუ არა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას, დედლაინის დასრულებამდე. ელოდები რაიმე ცვლილებებს ორშაბათამდე? გულწრფელად რომ გითხრათ, უბრალოდ პროცესში ვართ. არასდროს თქვა არასოდეს, რადგან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და სხვადასხვა სიტუაცია შეიძლება წარმოიშვას. ზოგჯერ ეს ჩვენს კონტროლშია, ზოგჯერ კი არა და მოგვიწევს რეაგირება. ასე რომ შვიდად ვართ. მე საკმაოდ შვიდი ვარ. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, როგორც გუნდმა და უბრალოდ უნდა ვნახოთ, რას მოგვიტანს მომდევნო რამდენიმე დღე. მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ნამდვილად შვიდად ვარ. ზოგადი მოსაზრება ის არის, რომ თუ ვინმე მოვა, მაშინ ვიღაც წავა. შენ ჯოშიც ახსენე და სწორედ ის არის ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად იტალიაში შესაძლო გადასვლას უკავშირდება.
ესაუბრე თუ არა მას მის მოსვლაზე, ან გამოხატა თუ არა მან რა სურვილი აქვს ამ სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში? არა. ფიქრობ ჯოში უბრალოდ ცდილობდა ფორმაში დაბრუნებას და გუნდთან ერთად ყოფნას. ძალიან კარგი იყო მისი დაბრუნება. გუნდში პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად. ჩემთვის და ჯოშისთვის ყველაფერი სწორედ ამით შემოიფარგლება. მე მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას, ასე რომ ამაზე მეტის თქმა საჭირო არ არის. ბრუნო ფერნანდეში დღეს ზუსტად 6 წლის წინ შეუერთდა კლუბს. ცხადია ყველა მიცის რა დიდი გავლენა მოახდინა მან. მაინტერესებს შეგიძლია ცოტათი ახსნა როგორ იყო მასთან მუშაობა და ამასთან ერთად ყოველ ზაფხულს მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ცოტა ხნის წინ მან ისევ გააკეთა კომენტარები იმაზე რომ თითქოს კლუბს მისი წასვლა სურს. გონია რომ მომდევნო რამდენიმე თვეში პროგრესის დანახვა სჭირდება, რათა კვლავ გადაწყვიტოს დარჩენა. მით უმეტეს მაშინ როცა ასეთი დონის ფეხბურთელს ამ კლუბში საკმარისი ტიტულები არ მოუგია არა? ფიქრობ პირველ რიგში მე საკუთარი თვალით ვნახე ის გავლენა, რაც მას ჰქონდა აქ მოსვლისთანავე. მაშინაც აქ ვიყავი და ახლოდან ვაკვირდებოდი ყველაფერს. მან დაუყოვნებლივ მოახდინა ძალიან დიდი გავლენა მრავალ ასპექტში. აშკარად ჩანდა მისი ვნება, მისი სურვილი კარგად ითამაშა. თავიდანვე ჩანდა ხარისხი და ეს მთელი ამ დროის განმავლობაში გაგრძელდა. მისი სტაბილურობა, თამაშების დონე, მისი მუდმივ მზადყოფნა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ფიზიკურად შეძლოს ამის გაკეთება. ფიქრობ ამ ხრივ მას ძალიან ბევრი ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ტიტულების მოგება, ყველას გვინდა გაუმჯობესება, გუნდის განვითარება და წარმატება. და ეს არის ის, რისკენაც ერთად უნდა ვიმუშაოთ. მაგრამ ბრუნო შესანიშნავია მთელს ამ პერიოდში, რაც აქ ვარ. ის შესანიშნავი იყო მაშინაც, როცა აქ ადრე ვმუშაობდი. ასე რომ მის შესახებ მხოლოდ კარგი რამეების თქმა შემიძლია. კიდევ ერთხელ ბრუნოს მომავალს უნდა დაუბრუნდეთ. ესაუბრე თუ არა მას ამ თემაზე და ელოდები თუ არა, რომ მომავალ სეზონშიც აქ იქნება? ამ ფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთი სჭირდება? ფიქრობ ძალიან შორს ნუ გავიხედავთ. ახლა ამ მატჩზე მუშაობთ და სატრანსფერო ფანჯარაზე საუბარი, რომელიც რამდენიმე დღეში იხურება, გარკვეულწილად დღის წესრიგშია. მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანაა კვირას ფულემთან მატჩი ჩატარება. ბრუნო სრულად ერთგულია გუნდის. აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არსებობს. უფრო შორეული საკითხები ცხადია სეზონის ბოლოს მოგვარდება, ან საჭირო დროს. ამ ეტაპზე ყველაფერი პოზიტიურია და სხვაგვარად ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ფულემთან მატჩზე რომ გადავიდეთ. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც წინა მენეჯერების პერიოდსაც წინ უსწრებს, არის ის, რომ იუნაიტედს ზოგჯერ უჭირს ოლდ ტრაფორდზე იმ გუნდების გატეხვა, რომლებიც ჩამოდიან და უფრო დაბალ ბლოკში თამაშობენ. ცხადია, ეს არ არის ის სტილი, როგორითაც სიტი და არსენალი თამაშობს. იცვლება თუ არა გზავნილი ან სათამაშო გეგმა, როდესაც ისეთი გუნდი მოდის, როგორც ფულემია და ასევე სიტისთან თამაშის შემდგომ თქვი, რომ ყოველთვის არ იქნება ის დიდი ემოციები, რასაც დერბი იწვევს და ზოგჯერ ფეხბურთელებს თავად უწევთ ამის პოვნა. არის თუ არა ფულემი ამის მაგალითი? კი, ვფიქრობ სიმართლე რო თქვა, ზედმეტად არ უნდა გავაზვიადოთ ეს თემა. ჩვენ იქ ვართ, სადაც ვართ. გუნდისა და შემადგენლობის ირგვლივ არსებული განწყობა, შედეგები, რაც მივიღეთ და თამაშები, რაც ვაჩვენეთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მომდევნო მატჩში შესვლისას წარსული დიდად მნიშვნელოვანი არ არის ამ კუთხით. რა თქმა უნდა, გესმის, რა მუშაობდა ადრე და რა არა. მაგრამ რეალურად ბიჭები ძალიან კარგ მდგომარეობაში არიან თამაშის წინ. რთული მატჩია, ძალიან სერიოზული გამოწვევა ფულემი. მარკო სილვამ ისინი ძალიან კარგ უნდა ჩამოაყალიბა. ასე რომ ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, როცა თითქოს უცებს სხვა ტიპის მოწინააღმდეგესთან აღმოჩნდები. მხოლოდ იმიტომ, რომ სახლში ვთამაშობთ, თამაშის მარტივად მიჩნევა სრულიად მიუღებელია. ასე რომ შეიძლება თამაშის დინება ისეთივე იყოს, როგორიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში გქონდა. ამაში არაფერია სამარცხვინო. ჩვენ შევეჭიდებით იმ თამაშს, რომელიც ჩვენს წინ დგას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საბოლოოდ გამარჯვებულები გამოვიდეთ. მინდოდა ასევე მეკითხა მეისონ მაუნზე, რომელიც მნიშვნელოვან ფეხბურთელად ყალიბდება. ან უფრო სწორად მნიშვნელოვანი იყო რუბენ ამორიმის დროს. მაგრამ შენს ხელში მხოლოდ რამდენიმე წუთი აქვს ნათამაშები და ცხადია, კვირას მოედანზეც არ გასულა. როგორ მიიღო მან ეს და როგორ ხედავ მის როლს? კი, მეისონის დიდი გულშემატკივარი ვარ. ფიქრობ, მასში ძალიან ბევრი რამ არის მოსაწონი. პირველ რიგში მისი ხარისხი, მისი დამოკიდებულება, მისი პიროვნება. სწორედ ამიტომ ყავს შემადგენლობა. გარკვეულ დროს, გარკვეულ თამაშებში, გარკვეულ ფეხბურთელები ითამაშებენ და სეზონის განმავლობაში ეს ყველაფერი თავის შედეგს გამოიღებს. მაგრამ დიახ, კიდევ ერთხელ ვიტყვი. მე ძალიან მომწონს მეისონი და ვფიქრობ, ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ამ გუნდისთვის და ამ კლუბისთვის.